რატომ ევროპა? ჩემთვის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპა ასოცირდება სამართლიან არჩევნებთან. და მგონია ზუსტად ამის წყალობით, როცა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებია, ყველა ადამიანი ეს იქნება მილიონერი, ოლიგარქი, პარლამენტის წევრი თუ უბრალოდ მეზოვე, ყველას უფლება არის გაერთიანებული. ანუ ყველა ისე დაისჯება, როგორც კანონის საზღვრებში და ისე გამართლდება ჩვეულებრივ კანონის საზღვრებში. მინდა ცალკე გამოვიდე ჩემი პროფესიიდან, როგორც ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობ უკვე დაახლოებით 15 წელი აუტიზმის მქონე ბავშვებთან და ასევე დაახლოებით 11 წელი მუშაობდი საბავშვო ბაღში. ბაღებში დაახლოებით წლებია უკვე, რაც ევროპული განათლება არის და მზადდებიან ჩვენი სპეციალისტები, ეს იქნება უბრალო მასწავლებლები თუ ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები და ასე შემდეგ, რომ გაუმჯობესდეს ხარისხი. აღარ არის ის საბჭოთა მიდგომები, რაც ადრე იყო, რომ ბავშვს საერთოდ არაფრის უფლება არ ჰქონდა, რასაც მასწავლებელი ეტყოდა, ეს იყო ყველაფრის თავი და ყველაფრის გამომდინარე. ფაქტიურად ძალისმიერი მეთოდებით ჩატარებული საზეიმო რაღაც ღონისძიებები, რომლებსაც ბავშვებს, ანუ ფაქტიურად მთელი დაახლოებით 1 წელი 6 თვე მიდიოდა ბავშვებზე ფაქტიურად ფსიქოლოგიური ძალადობა, რომ საბოლოოდ რაღაც შედეგი დაედოთ, რასაც მშობლები ნახავდნენ და კმაყოფილი იქნებოდნენ. ეს იყო მაგალითად ლექსების თქმა, რაღაცა განუსაზღვრელად უზარმაზარი ტექსტების დაზეპირება, მუსიკები და აი მუდმივად წრეზე მდგომარე ან ჯდომარე ბავშვები და ფაქტიურად არავის აღარ ახსოვდა, რომ ბავშვებს ესაჭიროებათ სილაღე, თამაში, სიცილი, გართობა, ანუ ეს ყველაფერი თითქოს გამოტოვებული იყო ბაღში. სწორედ ევროპულმა განათლებამ შეცვალა უმრავლესობაში, სამწუხაროდ მთლიანად ვერ მოახერხა, ზოგიერთ მასწავლებელს კიდევ ურჩევნია, რომ ბავშვი მთელი დღის განმავლობაში იჯდეს სკამზე და მხოლოდ ინსტრუქციები შეასრულოს და ინიციატივები ნაკლებად გამოხატოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები უკვე ლაღად თამაშობენ საბავშვო ბაღში. აღარ არის ეს განსაკუთრებულად ძალისმიერი საზეიმო მზადება. მაქსიმალურად ცდელობა არის, რომ მშობლებიც ჩართული იყვნენ ბავშვებთან სხვადასხვა აქტივობებში და ეს ყველა აქტივობა იყოს არა მასწავლებლის, ან ესე რომ ვთქვათ, პროგრამიდან გამომდინარე, არამედ ბავშვის ინიციატივაზე და სურვილზე დაფუძნებული. აუტიზმს რაც შეეხება და ზოგადად სარეაბილიტაციო ცენტრებს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელსაც აქვს ძალიან დიდი და ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ, რომ მაგალითად პროფესიონალები, ვინც ვართ და ვინც კონკრეტულად აუტიზმის კუთხით მუშაობთ, მუდმივად უწყვეტი განათლება მივიღოთ, იმიტომ რომ რაღაც თერაპია პირობითად ეს იქნება ქცევითი თერაპია თუ ადრეული განათლება, ეს არ არის რაღაც დარგი, როცა შენ დღეს ისწავლი და ხვალ აღარ გჭირდება ამის სწავლა. ამას სჭირდება მუდმივი განვითარება, ყოველდღიური ფაქტიურად სწავლა, სტატიების მოძიება, კვლევების წაკითხვა და ყველაზე კარგი საშუალება ეს არის, რა თქმა უნდა, ევროპა და ასევე ამერიკა, სადაც მუდმივად ტარდება ეს კვლევები, მუდმივად ვითარდება და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივიღოთ ეს განათლება, გადმოვიტანოთ ჩვენს ბავშვებზე და მათი ცხოვრება უფრო სასიამოვნო იყოს. მაგალითად, თუ ადრე პირობითად იყო რაღაც სხვა მეთოდები ბავშვებთან 5 წლის წინ, ეხლა შეიცვალა, აი რამდენიმე დღის წინ ვიყავი მაგალითად კონფერენციაზე და სრულიად სხვანაირი სახე აქვს, ანუ ბავშვზე მორგებული, აი 100%-ით და მაქსიმალურად იმით მცდელობა, რომ აქაც ბავშვები იყვნენ ბედნიერები და რაღაც თერაპიაზე როდესაც შედიან, არ ისტრესებოდნენ. რა გამოდის, ანუ თუ ევროპასთან არანაირი კავშირი არ გვექნება, თუ მოვწყდებით სხვა სამყაროს, ანუ გამოდის, რომ ჩვენი უწყვეტი განათლებაც მათთან ერთად
ჩაქრება. არ იქნება ეს დაფინანსებები, ტრენინგები, კონფერენციები, რის საშუალებითაც ჩვენ ვითარდებოდით. გამოდის, რომ ისევ ჩვენს ბავშვებს მოაკლდებათ, ისევ რაღაც ჩარჩოებში მოვექცევით, რომელიც არ არის სასიამოვნო, ბუნებრივია. როდესაც გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ მთლიანად უნდა მოვწყეთ ევროპას და ანუ სად ვივდივართ თუ ევროპას მოვწყით, ეს იყო ყველაზე დიდი პროტესტი ჩემში. ვაპროტესტებს ამ რაღაც განუკითხაობას, უსამართლობას და გვინდა რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს გქონდეთ ბევრად უკეთესი მომავალი, ვიდრე ჩვენი ბავშვობა იყო თუ ჩვენი წინაპრების ბავშვობა იყო.